მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს ჩვენ ერთ პატარა, მაგრამ უნიკალურ ქვეყანაში, ლუქსემბურგში ვიმოგზაურებთ. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საფრანგეთში არის საყოველთაო აქციები, საყოველთაო პროტესტი, დაბლოკილია გზები, გადაკეტილია ყველა ქალაქთან მისასვლელი. მე მაქვს ფრენა 13 საათსა და 55 წუთზე, ესე იგი, ბრიუსელის მიმართულებით, მაგრამ დილის 5 საათზე დავიწყე მოძრაობა, რამე თუ არ დამეგვიანა და სწორადაც მოვიქეცი. მაშასე იყავით ჩემთან. წავიდეთ, გზადაგზა ყველაფერს გაგაცნობთ, ყველაფერს გიჩვენებთ, დაგათვალიერებინებთ, იმოგზაურეთ ჩემთან ერთად და დაგეგმეთ თქვენი შემდგომი ტურები. ესეც ასე მეგობრებო, ჩამოვედი ბრიუსელში, შარლუას აეროპორტში. აქედან გადის ავტობუსი 6 საათზე, მე ცოტა ფრენას დააგვიანდა, შესაბამისად ჩამოსვლაც დავაგვიანე. კი, უცბად მოვახერხე, მივედი და შევიძინე ბილეთი, იმიტომ რომ ამ აეროპორტში მე ნამყოფი ვარ. ნაცნობი იყო აქაურობა, უცბად მივედი, მაგრამ მე ონლაინ ნანახი მქონდა ისედაც, რომ გადიოდა 16 საათზე, მაგრამ რადგან დამაგვიანდა, უნდა დაველოდო ეხლა 18 საათს. აუცილებლად შეგეხმიანებით, აუცილებლად მალე ჩავალ, სადღაც 2 საათნახევარი უნდა გზას ლუქსემბურგამდე და მერე უკვე ჩაგერთვებით იქიდან. როგორც იქნა მოვედი სასტუმროში, ტრადიციულად დაგათვალიერებინებთ ახლა სასტუმროს, საბაზანო. ეს საძინებელი და, რა ვიცი, მისაღების სივრცეც არის პრინციპში, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ლამაზია და ძალიან კოპტია. ახლა სუფთა რო არის, აღარაფერს აღარ ვამბობ, ხო? ძალიან ლამაზი, ძალიან მოწესრიგებული ოთახი. თავისი პუფით და ყველაფერია იმისთვის, რაც ადამიანს სასტუმროში შეიძლება რომ დაჭირდეს. საკმაოდ ძვირია სასტუმრო, მაგალითად ეს ნომერი, ანუ ერთ ადამიანზე 2 კაციან ოთახში, 3 ღამე დაჯდა 590 ევრომდე, 600 ევრომდე დაახლოებით რა, 200 euро. საშუალოდ 200 euро უნდა ღამე ერთ ადამიანს 2 ადგილიან ნომერში, ესეთი ფასებია. საკმაოდ ძვირია, მინდა გითხრათ. დღეს აქამით დავასრულებ და დღეს მართლა აღარ მაქვს გარეთ გასვლის თავი, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე, მოგეხსენებათ. ხვალიდან აუცილებლად გავალ, დაგათვალიერებინებთ ქალაქს, ერთად ვიმოგზაურებთ, ერთად გავიცნობთ ლუქსემბურგს, მეც პირველად ვარ, მინდა გითხრათ და თქვენთან ერთად დავათვალიერებ. დროებით, ხვალამდე ხვალ შევხვდებით. დილამშვიდობის მეგობრებო, გამოვედი სასაუზმოდ, სტარბაკსში შემოვიარე აქვე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, წუხელ ვერ გავედი. დღეს აუცილებლად გავალ და აუცილებლად დავათვალიეროთ, ვისაუზმებ. ძალიან ცივა ლუქსემბურგში, მაგრამ ჩვენს ხელს არ შეგვიშლის მოგზაურობისათვის. ეს გახლავთ ჩემი საუზმე სტარბაკსში, რომელიც დაჯდა დაახლოებით 13 euro, 14 euro. ესეთი very ესე ქვია ამ სასმელს და ესეთი ორეოს ნამცხვარი. მაშასე ვიმყოფები ქალაქ ლუქსემბურგის ცენტრში. ეს გახლავთ დიდი ჰერცოგის სასახლე, რომელიც აშენდა მე-16 საუკუნეში, თავიდან გამოიყენებოდა როგორც ქალაქის მერია, შემდგომში აქ ესე იგი გახდა მონარქების რეზიდენცია და დღეს აქ იმართება ძალიან ბევრი ოფიციალური შეხვედრები, ასევე მუშაობს პარლამენტი.
და ძალიან მნიშვნელოვანი შენობა მინდა გითხრათ ლუქსემბურგისთვის. გავაგრძელოთ ახლა დათვალიერება, გადავიდეთ აქვე არის მთავარი მოედნები, ძალიან ბევრი საინტერესო სანახაობა გველოდება ლუქსემბურგში. ეს გახლავთ გიომ მეორის მოედანი, იმედია სწორად გამოვთქვამ და ვილჰელმ მეორის ქანდაკება, ჰერცოგის ქანდაკება დგას ამ ერთ-ერთ მთავარ მოედანზე. ეხლა წავიდეთ, იქით შიგნით შევიდეთ, იქაც ვნახოთ რა შენობებია და გადავიღოთ იქაც ყველაფერი. ეს გახლავთ ოტელ დე ვილ შენობა და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ პატარა მონაკვეთში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შენობა აი ამ მოედნების გარშემო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შენობებია, ვთქვათ, ეს ჰერცოგის სასახლე, აქეთ მერია, ძალიან დატვირთულია ნამდვილად ლუქსემბურგის ცენტრი ბევრი სანახაობებით და ძალიან მოხიბლული ვარ, მინდა გითხრათ, როგორც აღვნიშნე, მეც პირველად ვარ ლუქსემბურგში და მართლა მოხიბლული ვარ მისი არქიტექტურით და მისი სილამაზით. ეს გახლავთ ნოტრ-დამ დე ლუქსემბურგ, ნოტრ-დამის ლუქსემბურგის ეკლესია, რომელიც აშენდა 1613-1621 წელს და დღეს ის ლუქსემბურგის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. აქვე არის ნაციონალური ბიბლიოთეკა, მოკლედ ეს პატარა ადგილი მართლაც რომ დატვირთულია ძალიან ბევრი სანახაობით. ლუქსემბურგის ძველი ქალაქის შუაგულში აღმართული ნოტრ-დამის ტაძარი საუკუნეების სიღრმიდან გვესალმება. მისი მშენებლობა მე-17 საუკუნის დასაწყისში იეზუიტების ინიციატივით დაიწყო და თავდაპირველად უნივერსიტეტის ეკლესიას წარმოადგენდა. თავდაპირველი არქიტექტურა გვიან გოთურ სტილშია შესრულებული, თუმცა მის შიგნითა სივრცესა და გაფორმებაში მკაფიოდ შეიგრძნობა რენესანსისა და ბაროკოს ელემენტები, რაც ტაძარს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს. გრძელი თაღები, ფერადი ვიტრაჟები და ქანდაკებებით მორთული ინტერიერი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ ქვეყნის სულიერი სიმბოლო. ტაძრის ატმოსფერო საოცრად ემოციურია. აქ იგრძნობა ისტორიის სუნთქვა, მეფეთა, წმინდანთა და უბრალო ადამიანების ლოცვის კვალი. იგი მხოლოდ რელიგიური სივრცე კი არა, ეროვნული იდენტობის სიმბოლოა, სადაც ერთიანდება ისტორია, სულიერება და კულტურა. დღეს ნოტრ-დამი ლუქსემბურგის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მის კედლებში თავმოყრილია საუკუნეების ტრადიცია, რწმენა და ხელოვნება, რაც მას განსაკუთრებულად ხდის ყველასთვის, ვინც კი ერთხელ მაინც შეაბიჯებს მის სიწმინდეში. მეგობრებო, შემოვიდგინე ბურგერ კინგში. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე მე ფასებზე და რაღაც ყურადღების გამახვილება, მაგრამ ძალიან ბევრმა მითხრა, რომ იქნებ გადამეღო და უშუალოდ საკვები რა ღირს ამა თუ იმ ქვეყანაში. და სამწუხაროდ ძალიან მიყვარს ესეთი არაჯანსაღი საკვების მირთმევა და ეს ორმაგი ჩიზბურგერი, 6 ცალი ნაგეტსი, ფრიტები, соусით და კოკაკოლით. დაჯდა დაახლოებით 24 евро. ეხლა შევჭამე და მერე ისევ დაგიბრუნდებით, გავისეირნოთ ქალაქში ისევ და განვაგრძოთ ქალაქის დათვალიერება. მოგესალმებით, მეგობრებო. გამოვედი ახლა, გავისეირნოთ ისევ. სხვათა შორის მესამე დღეა ვარ ლუქსემბურგში. და ვაკვირდები, არის ძალიან საქმიანი გარემო, მინდა გითხრათ, რაღაცნაირად იგრძნობა, რომ საქმიანი გარემო, ალბათ ეს მისი სტრატეგიული მდებარეობა, მისი ინოვაციებისკენ სწრაფვა, ძალიან სწრაფად ვითარდება ბიზნესი. აქ მაგალითად გუში რო გამოვედი, ფიქრობდი რომ მარტო მე დავდიოდი უსაქმურად, მაგრამ უსაქმურად რატომ თქვენთვის ვაკეთებ? ვცდილობ რომ გავაკეთო კარგი ვიდეოები. გუშინ გამიწვიმდა, მოგეხსენებათ, აქეთ
ესეთი ამინდები იცის, გამიწვიმდა, ბევრი რაღაც გადაღება ვერ მოვახერხე, ეხლა მივემართები, უნდა ჩავჯდე აი ამ ტრამში და გავემართო ჰერცოგი ადოლფის ცნობილი ხიდისკენ და დაგათვალიერებინოთ მშვენიერი ლამაზ-ლამაზი ადგილები. და სხვათა შორის რა მინდა გითხრათ, ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის უფასო. წარმოიდგინეთ, რამდენად ეკაი გამასწრო ხა, მაგრამ შემდეგ დაველოდები არა უშავს. უფასოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგია და ძალიან მოსახერხებელია აქ მაცხოვრებლებისთვის, სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის და მოკლედ, რა ვიცი, მე მგონი რომ ძალიან კარგია. მაშასე დაველოდები ახლა მე შემდეგ ტრამს და გავემართები ქალაქის ცენტრისკენ, სადაც დაგათვალიერებინებთ ლამაზ ადგილებს. ოქროს ქალღმერთის მონუმენტი, რომელიც მდებარეობს კონსტიტუციის მოედანზე. მონუმენტი შექმნილია პირველ მსოფლიო ომში, შემდგომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების საპატივსაცემოთ, ასევე კორეის ომში დაღუპული ლუქსემბურგელი ჯარისკაცების საპატივსაცემოთ. ეხლა მე გავემართები, მეგობრებო, ჰერცოგ ადოლფის ხიდისკენ, აი ესე გამოიყურება ეს ხიდი, აი ესე. ძალიან დიდი ხიდია, მინდა გითხრათ. გავემართები აქ, ეს ხიდი 1903 წელს აშენდა იმისთვის, რომ ქალაქის ზემო მხარე დაეკავშირებინა ქალაქის მთავარ სადგურთან. თუმცა დღეს ის გახლავთ ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ხიდი, როგორც სატრანსპორტო, ასევე საფეხმავლო. მე ძალიან მეშინია სიმართლე რომ გითხრათ, ეხა იქ გადასვლა, მაგრამ იმის გამო რომ დავათვალიეროთ ერთად და გაჩვენოთ ყველაფერი, ამის გამო რაღაცნაირად შევძლებ რომ გადავიდე. მაშასე მივემართები აი ამ ხიდზე, მეგობრებო, რომელიც გადაჭიმულია პეტრუსის ხეობაზე და კვეთს მდინარე პეტრუსს. აი ესეთი სილამაზეებია, მინდა გითხრათ. ესეც ასე გადმოვედი სამშვიდობოს. ესეთი სილამაზეები გვხდება წინ. განვაგრძოთ ქალაქის დათვალიერება. დამეთანხმებით, რომ ძალიან დახვეწილი და გრანდიოზულია. მაშასე გადმოვკვეთე ხიდი და ვიმყოფები ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, პლას დე მეც, სადაც აი ეს შენობა დამხვდა. ეს გახლავთ საფინანსო დაწესებულება, კონკრეტულად კი აქ არის საბანკო მომსახურება, გასცემენ სესხებ შპუერ-კეს, მე მგონი ესე გამოითქმის აი ამის დასახელება. ხედეთ როგორი გრანდიოზული შენობაა, ჩემო კარგებო.
ლუქსემბურგი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა. ევროპის პატარა, თუმცა ძალზე მდიდარი ქვეყანა, ლუქსემბურგი დღეს გლობალური ფინანსური ცენტრის სახელითაა ცნობილი. აქ მდებარეობს ასობით საერთაშორისო ბანკი, საინვესტიციო ფონდები და კომპანიები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას განსაკუთრებულ სიძლიერეს ანიჭებს. ლუქსემბურგი არის ევროკავშირის მთავარი ფინანსური ჰაბი, სადაც ინოვაცია, სტაბილურობა და მდგრადი განვითარება ერთიანდება. ამასთანავე ლუქსემბურგი მულტიკულტურული და მრავალენოვანი ქვეყანაა. აქ თანაბრად ისმის ფრანგული, გერმანული და ლუქსემბურგული, რაც მას უნიკალურ ხიდად აქცევს ევროპაში. ეს გახლავთ Avenue de la Liberté, თავისუფლების მოედანი. თავისუფლების მოედანი ლუქსემბურგში. პრინციპში, ჩემი აზრით, თავისუფლება სულ თავისუფლების სუნი ტრიალებს მინდა გითხრათ ლუქსემბურგში. და მთლიანი ლუქსემბურგი არის Place de la Liberté, ჩემი აზრით. მეგობრებო, ეს გახლავთ Église de Sacré-Cœur ლუქსემბურგში. შევიდეთ ხა და დავათვალიეროთ შიგნიდან. ესეც შემოვედი საკრე-კორის ეკლესიაში, რომელიც გამოირჩევა ნეორომანული სტილით და არის მე-20 საუკუნის შედევრი. კათოლიკური ეკლესია გახლავთ. ესეთი ინტერიერი აქვს, მეგობრებო. მინდა რომ ყველა კუთხე კუნძული გაგათვალიერებინოთ. ესე მაღლა არღანი, როგორც ყველა კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც მე ძალიან მომწონს. მეგობრებო, ეს გახლავთ ვილა პაული, რომელიც 1923 წელს ააგო ექიმა პაულიმ და 1940-45 წლებში ეს გახლდათ გესტაპოს შტაბ-ბინა ლუქსემბურგში, სადაც მრავალი წინააღმდეგობის წევრი და სხვა პირი იყო დაკითხული და წამებული. ესე დღეს ის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ლუქსემბურგის. შევიდეთ ახლა და დავათვალიეროთ შიგნიდან. ესე შემოვედი ჩემო ძვირფასებო. ესე გამოიყურება შიგნიდან. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ შენობას. ლუქსემბურგის ოკუპაციის წლებში გესტაპოს შტაბი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულ სიმბოლოდ იქცა. აქედან იმართებოდა ტერორი, მოსახლეობის დევნა და პოლიტიკური შევიწროვება.
უამრავმა ოჯახმა ამ კედლებს მიღმა დაკარგა თავისუფლება, ზოგმა კი სიცოცხლეც. ეს შენობა დღეს არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობაა, არამედ მახვილი შეხსენება იმისა, თუ როგორი ფასით ინარჩუნებს ხალხი თავისუფლებას. სიჩუმე, რომელიც ოდესღაც შიშით და ტკივილით იყო სავსე, ახლა გვახსენებს ქვეყნის სიმტკიცეს და იმ ღირსეულ ბრძოლას, რომელიც ლუქსემბურგელმა ხალხმა დამოუკიდებლობისათვის გასწია. ეს შენობა წარმოადგენს მემორიალურ ადგილს, რაც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს ლუქსემბურგში განვითარებულ მოვლენებს, მეგობრებო. ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით. ესე მეგობრებო, ისევ დავბრუნდები, გადმოვკვეთავ ისევ ამ ხიდს. წავალ ახლა ვისადილებ, მაინც ყოველ შემთხვევაში ჩაგიგდებთ ფასებსაც, ყველაფერს, რადგან თქვენი მოთხოვნა იყო, ძალიან ბევრმა მთხოვა აღნიშნე კიდეც, რომ მაინც ფასები გითხრათ და გამცნოთ რა ფასები არის ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც მე ვიმოგზაურებ, ამა თუ იმ ქალაქში. წავალ მოკლედ ახლა და აუცილებლად განვაგრძობ შემდგომ დათვალიერებას ქალაქის. მაშასე შემოვიარე ახლა საჭმელად. რესტორანში ძალიან ნორმალური რესტორანია ქალაქის ცენტრში. ესენი შევუყვეთე, ანუ ბერძნული სალათი გახლავთ. ესეც გახლავთ კროკეტები და ესეც რაღაც როლი არის შორიზოთი შიგნით და ბოკალი ღვინო, რომელიც დაჯდა დაახლოებით 45 евро. გაგვიმარჯოს და შემდეგ მე ხა მივირთმევ და შემდეგ გავაგრძელებ ახალი სანახაობებით დაგიბრუნდებით. მაშასე მეგობრებო, აი ეს გახლავთ ევროპარლამენტის შენობა ლუქსემბურგში. როგორც ვიცით, სამი ძირითადი შენობაა. ერთი გახლავთ სტრასბურგში, საფრანგეთში, მეორე ბრიუსელში, ბელგიაში და მესამე აქ ლუქსემბურგ სიტიში. მე ნანახი მაქვს სტრასბურგშიც, ბრიუსელშიც და ეს მესამეც აგერ უკვე ვნახე ჩემო ბატონებო, სწორედ აი აქედან იღებს დემოკრატია სათავეს, აქ ინახება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები და არქივები და აი ამ შენობაში დემოკრატია მხოლოდ სიტყვა არ არის. ლუქსემბურგის ევროპარლამენტი, ევროპული ერთობის სიმბოლო, სივრცე, სადაც ხმის საშუალებით შენდება მომავალი. ოფიციალურად მუშაობას იგი 1952 წელს იწყებს და მას შემდეგ აქ იბადება ისტორია, კანონები, იდეები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მშვიდობას, თავისუფლებას და საერთო განვითარების გზას უკავშირდება. ყოველი სხდომა ხმების, ხედვების და ოცნებების შეხებაა, რომელიც გვახსენებს, რომ მხოლოდ ერთად თანამშრომლობით შეიძლება ევროპამ წინ მიიწიოს. ეს შენობა არ არის მხოლოდ ბეტონი და მინა. ეს არის პლატფორმა, სადაც ევროპა თავად ქმნის საკუთარ ისტორიას.
ახლა ამოწმებენ ჩემს პირადობის მოწმობას და შემდეგ შევა ვიზიტს. Pas avec votre nom. Je vous remercie. შემოვედი ევროპარლამენტის შენობაში. მომწეს ესეთი ბეჯი, რომელიც ექულა დავასკანერო, დაცვასთან ერთად მოძრავ. Je peux rentrer? Oui, s'il vous plaît. Merci beaucoup. ესე გამოიყურება. ესე გამოიყურება შიგნიდან ჩემო ძვირფასებო. ესე შემოვედი შიგნით ამ შენობაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხდება ხოლმე. ესე დავათვალიეროთ ახლა. ესეთი ამბავია. გადაღების ნებართვა მომწეს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მერიდება. რომ ვიხმაურო, ისეთი სიმშვიდეა, ისეთი სიწყნარეა შენობაში, რომ ძალიან არ მინდა რომ ვიხმაურო. ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, ასევე გამომყვეთ TikTok-ზე, Ninis Next Stop. რამე თუ მართლა მომცეთ мотивация იმისათვის, რომ განვაგრძო ესეთი საინტერესო ვიდეოების გადაღება. ჩემო ძვირფასებო, მოგვეხსენება, რომ არის 27 ქვეყანა ევროკავშირში და ეს გახლავთ აქ ევროპარლამენტის შენობაში გამოფენილი, რა თქმა უნდა, მათი დროშები. ესეც ევროკავშირის დროშა, როგორც ერთიანობის და მშვიდობის სიმბოლო. Uzstājoties visā Eiropā, mēs nesam savu kultūru un varam to parādīt daudziem un dažādām tautām. გადავიღებ ფოტოს აქ. ესეც ჩემი ფოტო, ჩემო ძვირფასებო. ეს სურათი გადავიღე და აი აქ უნდა აირჩიო შენი სლოგანი. აი მე მაგალითად ამას ავირჩევ. აი აქ ხო გადავიღე მე ჩემი ფოტო. ავირჩიე ჩემი სლოგანი და მე გამომიგზავნეს იმეილზე. ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება აქ. მინდა გითხრათ. Now I'm in Germany. აი აქ Now I'm in the Netherlands. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ რომ გაეცნოთ ვიდეოების სახით. Freedom of movement. Thanks to Europe and this area. So where will it all be? აი ეს ძალიან საინტერესო ოთახია. ევროპა 360 გრადუსით შევიხედოთ, აქაც შევიჭყიდოთ. In democracy, philosophy, industry, science, social justice, culture, and sport.
European integration has been the driving force that has kept Europe's people together in diversity and strength for more than half a century. გვიყვებიან ძალიან საინტერესო Since ისტორიებს. World War აქაც არის პატარ-პატარა ეკრანები, სადაც შეგვიძლია ჩავრთოთ და ვუყუროთ შესაბამის ვიდეოებს, თუ რამე გვაინტერესებს ეს სტრასბურგი. ბევრი საინტერესო ვიდეოა. მინდა გითხრათ. ისიც ასე ვასრულებ ჩემს ვიზიტს ევროპარლამენტის შენობაში, ლუქსემბურგში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. იმედია თქვენ საინტერესოდ მოგაწოდეთ ყველაფერი. გავალე ხამ შენობიდან და შემდეგ საინტერესო ადგილას გადავინაცვლებ. ჩავაბარე ჩემი ვიზიტორის ბეჯი და გამოვცუნცულდი. გავემართოთ ეხლა შემდეგი ადგილების დასათვალიერებლად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი მოვინახულეთ დღეს. და რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ პირადად რომ მოგაწოდეთ და გათვალიერებინეთ ევროპარლამენტის ეს მნიშვნელოვანი შენობა გარედან შიგნიდან. ძალიან კმაყოფილი ვარ ერთი სიტყვით. აშასე შემოვედით სავახშმოთ. ლიბანური რესტორანია, მინდა გითხრათ და ფასები მინდა. ეს არის კრემან დე ლუქსემბურგ, ცნობილი სასმელია, რომელიც არის შუშხუნა. როგორც შუშხუნა ღვინო ესე მზადდება და ლუქსემბურგის მოსავლით მზადდება. აი ამით არის უნიკალური და განსხვავებული და სხვათა შორის ძალიან პოპულარულია საფრანგეთში. ეს ძაღლები ესეთი ლიბანური საჭმელები შევუყვეთეთ. რა გითხრათ, ფასები, ესე იგი ღირს ბოკალი 10 евро. ეს ოღონდ საკმაოდ ბევრია 50 евро და ჯამში დაახლოებით 120 евро დაჯდება. აი ეს ჩემი ბახშამი დღევანდელი. ძალიან საინტერესო და ლამაზ ადგილას ვიმყოფებით. უყურეთ, აი აქ, აი ამ ქალაქს ეწოდება ძველი ქალაქი და აქაურები სხვათა შორის უწოდებენ დაბლა ქალაქსაც, აი ესე უწოდებენ. უყურეთ, როგორ არის აქ ესეთი გალავანია ლუქსემბურგში და ქვემოთ არის სახლები, მდინარე ჩამოდის. ნახეთ რა სილამაზეა. ქვაფენილიანი ქუჩები, მდინარის სიწყნარე, სიმშვიდე, თანამედროვე ცხოვრების წესი და ძველი არქიტექტურა, ძველი ისტორია ერთმანეთს ერწყმის აი ესეთი შესანიშნავად. შეხედეთ, როგორი შვენიერია აქაურობა.
მეგობრებო, ეხლა მივემართები ლიფტთან, რომელიც გადახურებს ლუქსემბურგს. მივიდე. პანორამული ლიფტია და მივიდეთ და ვნახოთ რა სანახაობა დაგხვდება. ეს არის შესასვლელი ამ ლიფტთან. ხიდი. ასე. ეს არის ლიფტის შესასვლელი, დაველოდებით, როდის მოვა. პანორამული ლიფტი. ესეთი ხედებია, წინ მინა და ესეთი გადასახედი ძალიან მეშინია სიმართლე რო გითხრათ. აი, მოვიდა ლიფტიც. მოვიდა. ჩავდივართ და გადავყურებთ ლუქსემბურგს. ძალიან მეშინია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი შეგრძნება. ჩავედით და მე მგონი ახლა ამოგვიყვანს უკან. და ახლა დაგანახებთ როგორ ადის. ნახეთ, ეს შუშა მთლიანი მინა. ესე ადის. და გადახურებს ძველ ქალაქს. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, რა ლამაზია. აუ, აქ ახლა მართლა არ შემოვიდოდი, ვიდეო არ მქონდა და გადასაღები. არ არსებობდა, აქ შემოვსულიყავი. მაშ ასე მეგობრებო, ჩემი ვიდეო აქამით დასასრულს მიუახლოვდა. მე დღეს ვტოვებ ლუქსემბურგს, ჩემი ლუქსემბურგული თავგადასავალი აქ სრულდება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მანამდე აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და გამომყევით TikTok-ზე. დროებით.